სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში 1991 წლის 1 იანვარს. შემდეგი კითხვა ესეთი არის: მამაკაცი სვავს. იონეს მე-15 თავში იესო საუბრობს და მე მოусვინე ასევე თქვენ აუდიო ფიროს ჯონ რომ ყველა ქრისტიანი ნაყოფს იძლევა. და მე მაინტერესებს ეს. რას ნიშნავს ის, როდესაც ქრისტე ამბობს, ყოველი ტოტი ჩემში, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, მოაშორებს ის, ანუ მამა ღმერთი. და მე წავიკითხავ ამ ადგილს უფრო ნათლად, რომ ჩვენ წარმოდგენა ვიქონიოთ. 1 იონეს მე-15. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამა ჩემი მე ვენახია. ყოველი უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფირს კი გაწმენს, რათა მეტი ნაყოფი გამოიყოს. თქვენ უკვე განიწმინდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. დარჩით ჩემში, მე კი თქვენში, როგორც ლერწი ვერ მოისხავს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწები. ვინაიდან ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება როგორც ლერწი და გახმება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ. ესე იგი, პიროვნება კითხულობს, ეს ეხება იგივე რამეს, რასაც კოლოსელებში ამბობს პავლე, სადაც მან შექმნა ყველაფერი, ასე რომ ყველა შექმნილია ქრისტეში? და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ის ტოტები, რომლებიც ნაყოფს არ გამოიღებენ, ერთად იკრიბებიან, შეგროვდებიან და ცეცხლში აგდებენ და წვავენ. მამაკაცი ამბობს, ეს პიროვნება კითხულობდა, თუმცა ის ამბობს ჩემში. მაშინ რას ნიშნავს ჩემში დარჩენა? და ჯონი, ჩემში არის გასაღები ეს სიტყვა, მაგრამ არ უნდა მოვახდინოთ მასზე ძალიან ზედმეტი კონცენტრაცია. გასაგებია, მე მჯერა რომ იონეს მე-15 თავის გახსნის გასაღები, სადაც ქრისტე ამბობს, ჩემში ნაყოფს არ გამოსცემენ ტოტები, ცეცხლში იქნებიან გადაყრილები. და ხალხი ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ხსნა, რომ ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ირწმუნებს ქრისტეს, შემდეგ დაკარგავს ხსნას? ანუ შენ იყავი ქრისტეში და მერე ცეცხლში იქნები ჩაგდებული, რადგან ნაყოფი არ გამოიღე და სამუდამოდ ამიტომ დაიღუპები? ამას გულისხმობს ბევრი და ასეთ ინტერპრეტაციას აკეთებს. თუ თქვენ აიღებთ წმინდა წერილს და წაიკითხავთ მას თავიდან ბოლომდე, შეგიძლიათ დაკარგოთ ხსნა? არა. ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ ნიშნავს ამას ამ მონაკვეთში. ხო მართალია, ასე რომ ჩვენ ვიყენებთ იმას, რასაც რეფორმისტები უწოდებენ წმინდა წერილის ანალოგიას. ანალოგია სკრიპტურა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ ბიბლიის მთლიან დიდ სურათს და ჩვენ ვამბობთ, რომ ბიბლია გვასწავლის, რომ როგორც კი გადარჩები, ეს ნიშნავს სამუდამოდ გადარჩენას, რომ ხსნა ეს მარადიულია. ხომ ასეა? ვინც ჩემთან მოვა, არასოდეს გამდევნი მას, თქვა იესომ, და ყველაფერი, რასაც მამა მომცემს, ჩემთან მოვა, არც ერთი მათგანს მე არ დავკარგავ. ისინი არჩეული არიან მისთვის სამყაროს დაარსებამდე. ხო მართალია? მაშინ რას ნიშნავს ეს ადგილი? მე მჯერა, რომ ამ მონაკვეთის გასაღები თვითონ კონტექსტშია მოცემული. და კონტექსტი რა არის? რა არის ეს გარემო, სადაც ეს ხდება? ეს არის ზედა ოთახი. ზედა ოთახის სცენა ორ ნაწილად დაყოფილი. იყო ჭეშმარიტი ტოტები და იყო ცრუ ტოტები ანალოგიაში. ნამდვილი ტოტები წარმოდგენილია მე-11 მუხლი, ხოლო ყალბი ტოტები წარმოდგენილია მამაკაცით სახელი იუდათი. დიახ, სწორია, იუდა ისკარიოტელით. და ეს ყველაფერი გამოდის იუდას ღალატის კონტექსტიდან. და ამ დროს ჩემში დარჩენა უბრალოდ იესოსთან იდენტიფიკაციას ნიშნავს. მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ შეგიძლიათ ზედმეტად გადაიტანოთ თეოლოგია ეს სიტყვა ჩემში და თქვათ, რომ ეს ნიშნავს აბსოლუტურ მოქცევას. ეს არის მიმაგრება იმ ეტაპზე და ეს ყველაფერი არის ელემენტარულ კონტექსტიდან გამომავალი. თქვენ გაქვთ იუდას ტოტი. ტოტი, რომელიც გადაიგდო.
და ვფიქრობ, რასაც ამბობს ის არის, რომ იქნებიან ადამიანები იუდას მსგავსი, რომლებიც ზედაპირულად და ნომინალურად მიეტმასნებიან ქრისტეს და იტყვიან და დაიბრალებენ როგორც მილიარდობით მორწმუნე დღეს ქრისტიანობას შემულობს, მაგრამ ცხადია, რომ საერთოდ არ გამოიღებენ ნაყოფს. და ამიტომაც ისინი საბოლოოდ მოიჭრებიან და ცეცხლში იქნებიან ჩაგდებული, რადგან აჩვენებენ, რომ სიცოცხლე მათ არ აქვთ. რადგან თუ მათ სიცოცხლე ექნებოდათ, ასევე აუცილებლად ნაყოფს გამოიღებდნენ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთელი კონტექსტის გრაფიკული ილუსტრაცია იმისა, თუ რა განიცადეს მოწაფეება იუდასაგან განსხვავებით. გასაგებია? გმადლობთ ამ კითხვისათვის.